რატომ არ ესმით ადამიანებს ერთმანეთის? ძალიან ხშირად ვფიქრობდი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი და იგივე ფრაზას, ერთი და იგივე სიუჟეტს, თუნდაც ფილმის, ადამიანები აბსოლუტურად სხვადასხვა ინტერპრეტაციით აღიქვავენ. ხშირად ქმნის ეს ერთგვარ პრობლემებს, იმიტომ რომ დიალოგში წარმოუდგენელია რაღაცა შეთანხმების მიღწევა, თუ ერთნაირად არ ესმით ადამიანებს იგივე აზრი. ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველას ჩვენი შეხედულებები გვაქვს, ყველა ჩვენებურად ვუყურებთ სამყაროს და ასე შემდეგ. და ამ ბოლო დროს ძალიან საინტერესო ნეიროლოგიური კვლევა გამოჩნდა, რითიც დავინტერესდი. კვლევა ეხებოდა ესეთ მომენტს. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ტვინი დაყოფილია უბნებად და გარკვეული უბანი პასუხისმგებელია აღქმაზე, ანუ კითხვაზე, გარკვეული უბანი პასუხისმგებელია მეტყველებაზე, გარკვეული უბანი ფერებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც ენცეფალოგრამაში შეერთეს ადამიანის ტვინი და მას თხოვეს, რომ ან ემეტყველა, ან წაეკითხა, მოლოდინი იყო ესეთი, რომ კონკრეტული უბანი უნდა გააქტიურებულიყო ტვინის, ანუ თუ კითხულობდა, კითხვითი უბანი, თუ მეტყველებდა, მეტყველების უბანი. მაგრამ მოხდა ესეთი საოცრება, რომ კითხვისასაც, მეტყველებისასაც, რაღაცის აღქმის, ყურებისაც ადამიანის ტვინი აბსოლუტურად მთლიანობაში იყო აქტიური. ანუ, რა თქმა უნდა, ის კონკრეტული უბანიც აქტიური იყო, მაგრამ იმ უბანთან ერთად იყო გააქტიურებული სხვა დანარჩენი უბნები. ამან გამოიწვია ის მოსაზრება, რომ ადამიანი, როდესაც რაღაცას ისმენდა, ან საუბრობდა, იხმარდა ქვეცნობიერს, იხმარდა იმ სხვა უბნებს, რომლებიც ასოციაციურად ეხმარებოდნენ მეტყველებაში ან მოსმენაში. აქედან რა გამოდის? როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ან ვისმენთ, ან აღვიქვავთ, ვცდილობთ, რომ აღვიქვათ, გააქტიურებულია ის უბნები, რომლებიც ასოციაციებზე აგებს პასუხს. ესე იგი, მე ვისმენ ადამიანისგან რაღაც ფრაზას, მე უშუალოდ იმ ფრაზას არ ვისმენ, რასაც ის ადამიანი მეუბნება. მე ჩემ ინტერპრეტაციას აღვიქვავ. ანუ მივიღე, გავფილტრე, მოვარგე ჩემი სტერეოტიპი და მერე შევითავსე. და ასევე, როდესაც ვუბრუნებ პასუხს, ჩემი ინტერპრეტაციით ვუბრუნებ გარკვეულ სიტყვებს, რომლის ინტერპრეტაციაც ყველას თავისი აქვს და ის სხვა ადამიანიც თავისი ინტერპრეტაციით იგებს ამ ყველაფერს. ესე იგი, რა გამოდის? ჩვენ სამყაროში ვარსებობთ, ჩვენს მიერ პროექტირებულ, ასე ვთქვათ, ჩვენი სტერეოტიპების, გამოცდილებების და დაგროვილი ცოდნის მიხედვით აღქმულ სამყაროში და ვცდილობთ, რომ ეს სამყარო მოვახვიოთ სხვას თავზე, ანუ აუხსნათ ისე, როგორც ჩვენ გვესმის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არ გამოდის, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი ესეთი სამყარო, თავისი ინტერპრეტაციები ტვინში, ის თვითონ ხარშავს თავისი გამოცდილებებიდან გამომდინარე ინფორმაციას და მთელი ეს დიალოგები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რაღაცის გაგებინება შეგვიძლია ერთმანეთისთვის, არის აბსოლუტური უტოპია, ანუ ესე იგი, მე შემიძლია უბრალოდ ვინმეს ვუთხრა, რომ ეს არის ჭიქა და რა თქმა უნდა ის აღიქვავს როგორც ჭიქას, იმიტომ რომ ამ ჭიქას ერთი და იგივე დანიშნულება აქვს, მეც ვსვავ იმ ჭიქიდან და ისიც სვავს იმ ჭიქიდან, მაგრამ სხვა დანარჩენი ცოტა მაღალ მატერიებზე მეტყველება და ინფორმაციის გაცვლა ფაქტობრივად უტოპიურია, იმიტომ რომ ყველა ისე გაიგებს, როგორიც თვითონ არის. აქედან გამომდინარე, ცოტა დავიბენი. ანუ ცოტა დავიბენი იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ადამიანებთან გქონდეს კომუნიკაცია, ანუ როგორ შეიძლება რომ გაუხსნა შენი შინაგანი სამყარო, იმიტომ რომ ეს იმდენად ინდივიდუალურია, რომ როგორც არ უნდა გაუხსნა, ის მაინც დაინახავს თავისი ხედვიდან გამომდინარე. სულ ეს არის.